და დღის სხვა თემების შესახებ მოქალაქე ირაკლი ანთიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 100 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მოსამართლე თამარ ბეჟანიძემ იგი დამნაშავედ დაუმორჩილებლობის მუხლით ცნო, წვრილმანი ხულიგნობის მიმართულებით კი სამართალწარმოება შეწყვიტა. ადმინისტრაციული საქმის წარმოება სამართალდამცავ გოდერძი მანველიძესა და მოქალაქე ირაკლი ანთიძეს შორის გუშინ გამთენიისას მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაიწყო. ბრალდების მხარე ამბობს, რომ მოქალაქე ველოსიპედით სეირნობისას და შემოწმების მიზნით გააჩერეს. სამართალდამცავის მიმართ გამოჩენილი აგრესიისა და გაქცევის მცდელობის გამო კი ბორკილები დაადეს და პოლიციის მეორე განყოფილებაში გადაიყვანეს. განყოფილებაში მისვლისას ანთიძეს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. სხვა ვერსია დასახელებული დაკავების ოფისში. აქ აღნიშნულია, რომ მოქალაქე არ ღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის გამოც დააკავეს. არ ღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. შეჩერების თანხმობა უკვე აგრესიულად გამოიყურა. ვარიშნა გააჩერა და პრეგენციებით. შევაკლებდა მანქანები პიროვნებასთან. ვისი იყო ველოსიპედის შევეკითხე. მოიპარიო, ამოვიდა აგრესიით. სხვის მოგაჭარო, ბიჭო, აშიგეშავს რა, ვიტომ დაჭდა. ველოსიპედზე გაქცევას სწავლა და გავიჭირე ამ შემთხვევაში. იქ დაიწყო იმ მომენტში სანამ საბუთებს მოთხოვდი, რაღაც საბუთი უნდა გაჩვენო უცენზურო სიტყვები. სასამართლომ საქმეზე გამოგონებული მტკიცებულებების შესაბამისად აღინიშნა დადგენილად ირაკლი ანთიძის მიმართ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტი, რაც კვალიფიცირდება 166 მუხლით ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსით და შესაბამისად ამ ნაწილში შეჭრა საქმის წარმოება. რაც შეეხება 173 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას. სასამართლომ კონკრეტულ შემთხვევაში ირაკლი ანთიძის ქვედა დადგენილად მიიჩნია მხოლოდ პოლიციის წარმომადგენლისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამოხატვის ფაქტი და სწორედ ამ კუთხით მიიჩნია პირი ადმინისტრაციულ სამართალდამცავად. სასამართლომ თქვა, რომ რადგანაც იყო გარკვეული ტიპის უცენზურო სიტყვების გამოყენება ირაკლი ანთიძის მხრიდან პოლიციელთა მიმართ, ასევე პირიქით, ჩათვალა, რომ აღნიშნულ ქმედებაში იყო ბოროტი დაუმორჩილებლობა პოლიციელთა მიმართ. რა თქმა უნდა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩემი დაცვის უზრუნველყოფები არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპელაციო წესით აუცილებლად მოვახდენთ, რადგანაც იმას თუ კონკრეტული ერთ ფაქტს ადგილი არ ქონია, შეუძლებელია მეორე ეტაპი იყოს კანონიერი და პოლიციელთა მიმართ დაუმორჩილებლობას ნამდვილად ქონოდა ადგილი.